Flexi. YouTube-ერი თუ ხარ, აუცილებელია რომ Flexi კონდეს და Flexi უნდა იცოდე როგორც ხელოვნება. და რაც უფრო მაგრად Flexi-ის ხელოვნებას, მით უფრო მაგარი YouTube-ერი ხარ. ზოგადად რომ იცოდეთ. არავის არ უნდა წუწუნა ადამიანს უყუროს. არავის არ უნდა დაასპონსოროს ისეთი YouTube-ერი, ვინც წუწუნებს. და YouTube-ერი კი არა, ზოგადად წუწუნა ადამიანებს ყველა გაურბის ცხოვრებაში. ვიდეოს რომ იღებს და აქ იქნებოდა თქვენი სპონსორი და ახლა არ არის და რაღაცა. ეგ არის anti-Flexi. ეგ არის წუწუნის ბოლო ლეველი. ეგ არ უნდა ქნათ. ანუ ვინც მაგას შვებით, თქვენ კიდე დიდხანს არ გეყოლებათ სპონსორი. რას ნიშნავს? აქ იქნებოდა თქვენი სპონსორი, რომ ამბობთ ხოლმე ვიდეოებში. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპონსორი ვერ იჩალიჩეთ. ან საკმარისად მაგარი არ ხართ, რომ ყოფილიყო. ან თქვენი არხი არ არის ჯერ იმ დონეზე, რომ სპონსორი ყავდეს. ესე კიდე შემიძლია ათასობით სიტყვა ჩამოთვალო, რომელიც თქვენ გაკნინებთ. თქვენ რომ მაგარი იყოთ, მან სპონსორი იქნებოდა. მაგ ფრაზაში გულისხმობთ იმას, რომ აი მე მაგარი ვარ, მაგრამ სპონსორები არიან ბანდები და ამიტომ ვერ მოჩნევენ. აქ იქნებოდით, რომ თქვენც მაგრები იყოთ და ამჩნევთ მაგას, მაგრამ ეგრე არ მუშაობს. 100% პირიქით მუშაობს. როცა ინა იფლექსავ და სინამდვილეს წუწუნებ, ეგ არის საშინელება. სხვათა შორის ქართული YouTube-ზე Flexi-ის დეფიციტია. და მოვითხოვ რომ Flexi გაძლიერდეს. თუ Flexi არ იმატებს, განვითარებაც არ იმატებს. ის წუწუნი Flex გაუმარჯოს. მე ძალიან მევასება Flexi. ამიტომ ვინც ყველაზე მეტად Flex-აობს, იმას უფრო გულიანად უყურებ ხოლმე. და ახლა Flexi საკუთარ თავზე რომ არ დაუწერო top, ესეც არ იქნება Flexi. ამიტომ top.